ცოტა ნერვიულობ. რატომ დამთანხმდი დღეს ინტერვიუზე ამდენი წლის მერე? მოდუნებული ვარ, მაგრამ არ ვარ მოდუნებული, მაგასაც მოვყვები. ამ პაუზის განმავლობაში სად იყავ? მატკინეს ადამიანებმა, შემაშინეს. რა ხდებოდა ამ ხნის განმავლობაში შენ პირადში? შემიყვარდა ერთი ბიჭი. წკაპ, უცებ წკაპ. დასრულდა ეს ყველაფერი გაქრა სალომე ქათამაძე. ისეთი თავგადასავლები მქონდა. საოცრება. შენი ხმა რა მდგომარეობაშია? რაღაც ასაკის მერე მომღერლებს ხმა ეცვლებათ. გადავწყვიტე ჩამებარებინა ბერკლიში. თუ გქონდა ამერიკაში მცდელობები, რომ დიდ სცენაზე გეცადა ბედი, პრიზი იყო სინგლის ჩაწერა Universal Studio-ში, ლოს-ანჯელესში. ექ-სინგლი ჩაიწერა? ექ-სინგლი ვერ ჩაიწერა. სუბკონტრაქტავადან მეოთხე ოქტავამდე რამხელა შენი დიაპაზონი? ყველაფერი შემილია, რომ ვთქვა. სიმღერა თუ არსებობს, რომელზეც ირევი ძალიან გინდა რომ ღეროდე, მაგრამ ვერ ქაჩავ. $100 რო $100 და მაშინ ჩამოვედი. ძალადობის მსხვერპლი თუ ყოფილიყარ როდის? თუ მთლიანად არ მოვიხედა, არ გადმოვაგდე და გადმოვაბკვიე, არ შევიდა ეხაც რომ ვლაპარაკობთ ამ გრძნობრო სადმე რამე სივრცეში ამერიკაში დამამცირებელი მომენტები თუ გქონია რომ ვიღაცამ რაღაცაზე დაგაცი. მთელი ამბები არა ამბები. მოიცა ეხა ერთი წუთი ნერვიულობ მოვყვე დრო შენი მოკავშირეა თუ მოწინააღმდეგე? გადავწყვიტე როგორც იქნა ისევ ამ დაძალებებით და დაჟინებებით მიმეღო მონაწილეობა ამერიკას Got Talent. ნახე რა მოხდა. აბა თუ გამოიცნობ. თუ გქონია შემთხვევა, როდესაც აი სადმე მიკროფონი ჩაგივარდა ხელში შემთხვევით და უცებ გამოაშტერე ეს ხალხი. იურმალაში ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ საქართველო უნდა წარადგინოთ. რამის დედოფალი ვარ ესეთი მოწოდებით. შენ ფსიქიკურ ჯანმრთელობას როგორ ინარჩუნებ? ძალიან მიჭირს ამას საერთოდ ცხოვრება. არ ვსვავ არანაირ წამალს. შენი სცენის გარეშე ყოფნა არის კრიმინალი და ნუ იქნები კრიმინალი. მე არ მივცემ ჩემ თავისუფლებას რომ რამე ვიკითხო, იმიტომ რომ ძალიან სენსიტიურია. ჩემი პატარა ძმა, ჩემი გიორგ უნდა წავიდა ცოტა ხნის წინ. მეც და ჩემი ოჯახიც სწავლობთ როგორ ვიცხოვროთ. უეჭველი ქართველი სალომე ქათამაძე.